კიდევ ერთხელ და ალბათ არ ვიცი მე-20-ით ან მე-17-ით ვამბობ, რომ ალეკო ელისაშვილს მე ვიცავ. ალეკო ელისაშვილს ვიცავ და მისთვის არც 13 წელი მემეტება საპატიმროში, არც 13 თვე, არც 13 დღე, არც 13 საათი და არც 13 წუთი თუ გდებოდა, არც 13 წამი. მე მგონია რომ ალეკო ელისაშვილი არის პატრიოტი კაცი, რომელიც ახლა დავსვამერთ საინტერესო კითხვას გაგიჟდა, როდესაც წავიდა სასამართლოში, მივიდა სასამართლომდე, შეიპარა სასამართლოში, მოაპყურა იქ ალებადი ბენზინი საწვავი და დაიწყო რაღაც ეცადა ყოველდღიურში რომ გადაეწვა იქაურობა. გაგიჟდა? მე თქვენგანი მიტყვის რომ გაგიჟდა, ეს არ არის საკმარისი ჩემთვის. თუ მას აქვს მართლაც ფსიქიკური პრობლემები, ამ შემთხვევაში ის ვერ უნდა გაასამართლო, არამედ შესაბამის დაწესებულებაში, კლინიკაში უნდა გადაიყვანა. Რაღაცა გაასამართლა თუნდაც ბურუსის სასამართლომ. ესე იგი ეს სასამართლო მიიჩნევს, რომ ალეკო ელისაშვილი გიჟი, შეურაცხადი არ არის, შერაცხადია. მან ეს ყველაფერი შეგნებულად გააკეთა, მისი ფსიქიკური მდგომარეობა იმ მომენტში ზოგადადაც დამაკმაყოფილებელი, ანუ არ გაურეკავს, პირდაპირ თუ გიდიბი მნიშვნელობით და შესაბამისად ის არის პატიმარი და აგე მისცა კიდეც კვალიფიკაცია, რომ ეს არის ტერორისტული აქტი. ისე ტერორისტები ჩვენ შევდარჩეს ამ ხელისუფლებად წოდებულმა ბანდამ კითხოს საკუთარ რიგებში, აგრეთვე მახლობელ ირანში ტერორისტი იყო მაგალითად აიათოლა ალი ჰამენეი, რომელმაც 36,000 კაცი მოკვდა, გუშინ მგონი ამ თემაზე ვილაპარაკი და ახლა არ დაგხლით. ესე არ შეიძლება რომ ტერორისტს უწოდებდე ალეკო ელისაშვილს და გმირს უწოდებდე აიათოლა ალი ჰამენეის, თუ გმირს არ უწოდებ სატირალში იყო მასთან ჩასული. ჩვენ შილოდარჩეს არ შეიძლება. მოგეთ ალეკო ელისაშვილი თუ არ გაგიჟდა, უნდა ავხსნათ. რატო ვიცავ მე მას? უნდა ავხსნათ რა არის მისი ქმედების საფუძველი, სასოწარკვეთილობა, მან ვერ ნახა სხვა გზა, სხვა ხსნა, სხვა გამოსავალი, ჯვარცეცვი თუ გინდა ჯვარცეცვი, განდა ამგვარი ქმედებისა, რომ გადაეწვა სასამართლო არ მისმის, არ ვამართლებ ხაზგასმით ვამბობ ამას, რომ გამოვა საპატიმროდან 13 წელი ალბათ არ იჯდება, ალბათ კი ნამდვილად არ იჯდება, მაგრამ როცა გამოვა წელიწად ნახევარში, 2 წელიწადში, 5 წელიწადში, 7 თვეში, რაღაც 9 წელიწადში რა ვიცი და თუ მექნება შესაძლებლობა მასთან კომუნიკაციის, მე მას ვეთქვი, რომ ალეკო ის რაც მე გიცავდი, მაგრამ ის რაც შენ გააკეთე მაშინ, ეს არ იყოს სწორი საქციელი, ასეთი სასოწარკვეთილიც ყოველ შემთხვევაში არ გეტყობოდა, რომ ასეთი სასოწარკვეთილი იყავი, მანამდე 2 კვირით ადრე თუ 3 კვირით ადრე, მანამდე თუ რაღაც იმ პერიოდში, შეიძლება 3 თვით ადრე, არ მახსოვს ახლა ზუსტად ცხადია, ხო? რაღაცა ბრეიკდანსის თუ არა ბრეიკდანსით, რაღაცა ცეკვავდი თაზო დათუნაშვილთან ერთად და თუ ასეთი გაგიჟებული იყავი და ასეთი სასოწარკვეთილი, რა გეცეკვებოდა შედაგუსული. მე კი გიცავ, რაც აკვირველია, არ მემეტება შენთვის არც 13 წელი, არც 13 თვე, არც 13 დღე, არც 13 საათი, არც 13 წუთი, მაგრამ აი ჩვენში დარჩეს და ასე რამ გაგიჟა, კარგად არ მესმის. მეორე მხრივ ახლა სხვანაირი ახსნა, სხვაგვარი ახსნა გარდა ორი ახსნისა, რომ ის ან გაგიჟდა, ან სასოწარკვეთილი იყო და ვეღარ ხედავდა და ვეღარ ხედავს და მე ამ აზრს უფრო ვემხრობი, ანუ არ მიბაჭდა რომ გიჟია. სხვანაირი ახსნა საბოლოო ჯამში არ მოიძებნება, არ მესმის, მაგრამ არსებობს კიდე ერთი რაღაცრავად ახსნა, რომელზეც არ ანიშვეთად ლაპარაკობენ. მე არ ვიცი, ნახოთ გეტყვით, ეს ბანდიტური მზაყვარი ხელისუფლება, მისი აგენტები უფრო ზუსტი რომ იყო, როგორ ემუშავებოდნენ მას თვეების თუ წლების თუ თვეების ბოლო დღეების განმავლობაში, თუნდაც ვიდი ამ ქმედებამდე. არ ვიცი, მე არ გამოურიცხავ, ხაზგასმით ვამბობ, 1%-იანი მინიმუმ შანსი არსებობს, ალბათობა არსებობს იმისა, რომ არსებობდნენ ვიღაც ტიპები, რომლებიც აგულიანებდნენ, უნთებდნენ, უფუცხუნებდნენ თუ, აქვია ამას, ხო, შეუფუცხუნესო, ხო? უნთებდნენ, აგულიანებდნენ, უბიძგებდნენ, რომ ალეკოს ეს ნაბიჯი და გააკეთე რა. ამათი დედა არ ვატყიდე ამ ქართული ოცნებისა გადაწვიდა, რომ გადაწვავდა, საკაიფოდ რომ გამოგივა, მერე გზდიონ და გმირადაც იქცევი, ალბათ ეს გმირობის სურვილი და ალეკო ელისაშვილს აქვს სხვაშვილს. მაგრამ ალეკო ელისაშვილსაც ჰქონდა და აი გმირობა გამომივაო, გმირი გავხდებიო, ამგვარობაში გამოხატა, ამგვარ ქმედებაში გამოხატა ამ სურვილი, ძველი სურვილი გმირად გახდომისა. მე არც ის საქციელი ქმედება ბევრმა მოიწონა სხვადასხვა საჯაროდაც ალეკო ელისაშვილმა კარგად რო უთავაზა სათავაზებელ ხაზგასმით ვამბობ მამუკა მდინარაძეს, ჩვენგანს უთქვავს ერთი კაი წკეპლა მოუხდებოდა მამუკა მდინარაძესო, მაგრამ არ გაგვიკეთებია ეს ყველაფერი. მე ალეკო ელისაშვილმა რო უთავაზა და ყბაში მოძდო
მამუკა მდინარაძეს არც ის მომწონები აქვს. მამუკა მდინარაძე და სხვები შეიძლება უარესაც იმსახურებენ, ასე ეს სამზარეულოში შეგვიძლია ვილაპარაკოთ ბევრი რამ. მაგრამ ამგვარი ქმედება არ არის სწორი. არ არის სწორი მით უფრო მაშინ, როდესაც შენ სხვა გზით დაპირისპირებები ამ ხელისუფლებასთან, ხელისუფლებას წოდებულ ბანდასთან არ ამოგიწურავს. ცხადია, მათ არ ვიცავ ამ ხელისუფლებას წოდებულ ბანდას. ცხადია, ერთხელ ვამბობ, რომ ესენი ყველაფერს იმსახურებენ, აჯანყებასაც იმსახურებენ. კვლავ ვიმეორებ, აჯანყებას ოღონდ საყოველთაოს და არა ინდივიდუალურს, ჯანყს საქართველოში არა ელისაშვილის, არამედ ყველასი. ხაზგასმით ვამბობ ამას. ამას ვამბობთ მოცემულ ეტაპზე, მაგრამ ვიდრე ეს საყოველთაო არ იქნება ბუნებრივად, ინდივიდუალური წიაღსნები თუ ინდივიდუალური ჯანყები არის სასოწარკვეთილთა კონტრპროდუქტიული და უაღრესად დამაზიანებელი აქტები. აქვე ვიტყვი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ 13 წელი კი არა, 13 თვე და 13 დღე და 13 საათი და 13 წამიც კი არ მემეტება მე ელიკო ელისაშვილისთვის მიმაჩნია, რომ ის შვილებთან უნდა იყოს, მეუღლესთან უნდა იყოს, საზოგადოებაში უნდა იყოს, უნდა ფიქრობდეს თემაზე, როგორ გადარჩეს რაღაც სველი თბილისი და ასე შემდეგ, მაგრამ მეორე მხრივ, კარგად უნდა გავიგოთ, რომ ესეთ მდგომარეობა არის და ეხლა ისმის კითხვა არის თუ არა ჩვენთან დამყარებული დიქტატურა. მე გეტყვით, რომ დიქტატურა არ არის დამყარებული მოცემულად, ცხადია არ ვიცავ ის მეივარჩუს კიდევ ერთხელ ვიტყვი. არ არის დამყარებული დიქტატურა და რაღაი დიქტატურა არ არის დიქტატურა არის დამყარებული, ჩვენ ყველა კანონიერი გზა უნდა ამოვწუროთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ძალიან რთული ხშირად და კარგად მესმის, რომ ამ კანონიერ გზაში პირველ ყოვლისა გულისხმობ არჩევნებში მონაწილეობას და არჩევნებით ივანიშვილის დამარცხებას. კარგად მესმის, რომ ვიზიტა ივანიშვილი და მისი ბანდიტური დაჯგუფება ყველაფერს გააკეთებს, რომ არჩევნებში არ დამარცხდეს. მე ვეთანხმები ამ მოსაზრებას, არ გეგამათებით, მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებშიც არ მოუპოვებია გამარჯვება ქართულ ოცნებას, მაგრამ ჩვენც არ მოგვიპოვებია ის გამარჯვება მეორე მხრივ 26 ოქტომბრის ვიყოთ გულახდილები, რომელიც უნდა მოგვეპოვებინა და რომელიც არჩევნების შედეგების გაყალბებას აზრს დაუკარგავდა. ჩვენ უნდა მოვიგოთ, უხეშად ვილაპარაკოთ 4-1 ანგარიშით, 3-1 თუნდაც. და არა 3-2 ან 2.5, 3.5-ით 2.5, ხო, რაღაც 3-ით 2.8, რომ ჩვენი გამარჯვება შედგეს, გაფორმდეს და არჩევნების გაყალბებასაც, შედეგების გაყალბებასაც არ ქონდეს აზრი. დიქტატურა არ დაუმყარებია, მიუხედავად იმისა, რომ ესმის 200-250-300 პატიმარი ყავს პოლიტიკოსი და სინდისპატიმრები, მაგრამ ის რომ მე ახლა გელაპარაკებით თქვენ ეს მადასტურებელია იმისა, რომ დიქტატურა ჯერაც არ არის, ეს ერთი თვალსაჩინოება. დასაკვირველია ვიზიტა ივანიშვილი ნახტომებით მიდის დიქტატურის დამყარებისაკენ. დასაკვირველია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დიქტატურა დაამყაროს და ჩაამყაროს და ჩააბეტონოს, მაგრამ დღევანდელი 12 ივლისის მდგომარეობა დიქტატურა არ არის. ეს არის ავტორიტარიზმი. დაამყარებს თუ არა დიქტატურას, ამას თუ მეკითხებით, ხო, მე გიპასუხებთ სტანდარტული პასუხიანის, რომ ვერ დაამყარებს, მაგრამ მეორე მხრივ ავტორიტარიზმიგანა უნდა დაემყარებინა. 7 წლის წინ ნებისმიერ ჩვენგანის ის რომ გეკითხათ ავტორიტარიზმს დაამყარებს თუ არა ვიზიტა ივანიშვილიო, ბევრი ჩვენგანი უპასუხებდა, დასცინებდა კითხვის დამსმელს და იტყოდა, რომ არა, ვერ დაამყარებს. მაგრამ თავარი მაინც სხვა რამეა. თუ ჯანყი არის, მაშინ უნდა იყოს არა ინდივიდთა ჯანყი, არამედ საყოველთაო ჯანყი. საყოველთაო ჯანყი, ჯანყი გურიაში, ჯანყი საქართველოში, ჯანყი ჩვენ საზოგადოებაში და ყველამ უნდა აიღოს, თქვა თავის დროზე დავით ბაქრაძე, ფიცლები, ხო, თუ ჯოხები, ჯანგლები და ყველა უნდა გაეკიდოს ამ ხელისუფლებას. ეს განწყობა საზოგადოებაში მოცემულ ეტაპზე არ არის და ვიზიტა ივანიშვილიც კი ცდილობს დიქტატურის ტირანიის თუ ასე დამყარებიც, მაგრამ ჯერ დამყარებული არ აქვს. აი, როცა დაამყარებს, ბავშვი შეიძლება იმ მომენტში ძალიან გვიანაც იყოს ესეც. უნდა აღვნიშნოთ, რაც კრიტიკულის მინდა რომ ვიყო, თუ დაამყარებს, ამ შემთხვევაში შეიძლება დაგვაგვიანდეს, ხო, მის წინააღმდეგ ფიცლებით გამოსვლა. რომ დამყარებული, ჩამყარებული იქნება, ჩამყარებული იქნება. მაგრამ როდესაც დაამყარებს, სწორედ მაშინ გვაქვს ლეგიტიმური უფლება ჯანყისა. თუ დაამყარებს ისიც. გამოუვა თუ არა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ ვიცი, ეგრე არც ავტორიტარიზმი უნდა გამოსულა. მე კიდევ ერთხელ ვუჭერ მხარს ალეგო ელისაშვილს, არ ვამართლებ მის მიერ ყბაში მოდებას მამუკა მდინარაძისათვის და არც იმას, რაც ჩაიდინა სასამართლოში. თუმცა და ვუსურვებ მას თავისუფლებას მეორე მხრივ, იმიტომ რომ ამ ავტორიტარული რეჟიმის მიერ დაჩაგრული ნებისმიერი პირი, ხო, მაინც არის პოლიტპატიმარი. არის ის პოლიტპატიმარი, იმიტომ რომ თავად რეჟიმი არის
პოლიტიკურ ჩარჩოებ, დიქტატორულ პოლიტიკურ ჩარჩოებში მოქცე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები, მათ შორის სასამართლო. აბა, ტალახაძე რატოა მაშინ თავისუფალი? ტალახაძემ რა არიძალა და ხო, ატო ზია ამაღლობელმა იძალა და ტალახაძემ არიძალა და აი ეს კითხები უნდა დავსვათ და ამ კითხებს უნდა დავსვათ და პასუხს გავცემ შესაბამისად. კიდევ ერთხელ მივხვდებით, რომ ეს არის ავტორიტარული რეჟიმი, ოღონდ დიქტატურას ამყარებს ივანიშვილი და ოღონდ ვერც იმედი მაქვს ვერც დაამყარებს. თავისუფლება აალეკო ელისაშვილს და არ აიღოთ ფიცლები მოსემულ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში, ვიდრე სისხლის გუბეებს არ დააყენებს ბიზნე ივანიშვილი, ვინც არც უნდა დავაყე აქამდე არც უნდა მივიდეთ. გასაკვირველია მეორე თუ მესამე მხრივ სისხლის გუბეებს ეცდება რომ და ხო ეს ესეთი გიჟია რომ რატომაც არა. ნახვამდის.